კარგი. ჩვენი პირველი შეკითხვა არის ესეთი, შეგიძლიათ რომ კომენტარი დატოვოთ ან მიკროფონით გითხრათ თქვენი აზრი. პროგრამისაც ამუშავოთ საჭიროა დიპლომი. ესეთი დებულება. როგორ ფიქრობთ, მითი არის თუ რეალობა? კი ბატონო, გვაქვს ერთი პასუხი. ინტრიგისთვის რამე სხვა აზრიც ხო არ არის? ყველანი ვართ ერთ აზრზე? კარგი, მეც ვფიქრობ რომ ეს არის მითი, ვფიქრობ კი არა და არის პრინციპში დადასტურებულად მითი. ის რაც არის საჭირო, არის რეალურ პროექტებზე მუშაობა, კარგი პორტფოლიო, არ არის აუცილებელი ბევრი პროექტი კონდეს შესრულებული, მაგრამ რაღაცა 3-4 კარგი პროექტი, რომელზეც ისაუბრებთ ინტერვიუზე, გასაუბრების დროს, სადაც აღწერთ, დავუშვათ რა გააკეთეთ, რა გამოწვევები გქონდათ, როგორ გადაჭერით და ასე შემდეგ, ეს პირდაპირ უფრო მნიშვნელოვანი არის. ანუ უფრო მეტად აინტერესებთ ის თუ რა შეგვიძლია, რა გაგვიკეთებია, რაზე გვიმუშავია. ჩვენს კურსის განმავლობაში, რომელიც ახლა ორშაბათს დაიწყება 8 დეკემბერს, გავაკეთებთ პროექტებს, კი მისაუბრია ეს ინდივიდუალურად პრინციპში ყველასთან. 20 პროექტს გავაკეთებთ Python-ით და შემდეგ AI აგენტებითაც გავაკეთებთ კიდევ 3 ან 4 პროექტს. ჯამში გვექნება 20-ზე მეტი პროექტი გვექნება შესრულებული. კარგი. შემდეგ კი პლის კითხვა გვაქვს ესეთი soft skill-ები, ეგრეთ წოდებული soft skill-ები არანაკლებ მნიშვნელოვანია მუშაობის დასაწყებად. soft skill-ებში რა იგულისხმება? დავუშვათ კომუნიკაციის უნარი, რაღაცა კარგი მეტყველების უნარი, ხო, იმიტომ რომ ძირითადად პროგრამირება მაინც არის ასოცირებული იმასთან, რომ ტექნიკური უნარები უნდა გქონდეს, ხო, უნდა ვიცოდეთ რაღაცა ტექნოლოგიების გამოყენება. რაღაცა პროგრამული ენა უნდა ვიცოდეთ, ხო? მაგრამ მოდი, თქვენ როგორ ფიქრობთ ამაზე? soft skill-ები. კი ბატონო, soft skill-ებიც არის მნიშვნელოვანი, ხო? მაგალითად, თუ გუნდში მუშაობა გიწევთ, კომპანიაში მუშაობა გიწევთ, იქ აგვირდებიან რამდენად, კარგი თანამშრომელი იქნებით. როგორ შეგიძლიათ თუ არა, დავუშვათ რაღაცა მზად ხართ თუ არა, იმისთვის რომ თუ რაღაცა არ იცით, დავუშვათ იმ საკითხზე აიმაღლოთ კვალიფიკაცია. ან როგორ შეგიძლიათ თანამშრომლობა თქვენს კოლეგებთან, ვისთან ერთადაც რაღაცა პროექტზე მუშაობთ, ხო? ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანია ინტერვიუზე აგვირდებიან ამასაც, ხო? როგორ რამდენად შეგიძლიათ რაღაც ერთ ტერმინში თუ მოვაქცევთ, ალბათ კომუნიკაციის უნარი, ხო? ალბათ ამ ერთი ტერმინით შეიძლება შევაჯამოთ მთელი ისა დაახლოებით. კარგი. და ესეც უცებ გავიაროთ იმისთვის რომ დავსაქმდეთ, ყველა პროგრამული ენა უნდა ვიცოდეთ, რაც კი არსებობს, ხო? ეს მეგონი ძალიან თავისთავად ხადია რომ არასწორი არის, ხო? მაგრამ ბევრი ვერ წარმოიდგენთ, რამდენი დამწყები მიიჩნევს, რომ რაც მეტი ენა იცის, მით უკეთესი, ხო? რეალობა არის ის, რომ ერთ ენაში სპეციალიზაცია, ერთ ენაში ექსპერტიზა არის ჯერისად ის, რაც ადამიანურად შესაძლებელია საერთოდ, იმიტომ რომ ყველა პროგრამული ენა ვერ გვეცოდინება. ეს არის უფრო რეალისტური მიზანი საერთოდ რო გქონდეს, ერთ ან რამდენიმე და რაღაც გარკვეული ფრეიმვორკები რა, დამატებითი ხელსაწყოები. მაგალითად ჩვენ კურსზე ვისწავლით Python-ს, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ხელსაწყო და ვთქვათ მოდი ამასაც, მაგრამ კიდე სხვა რაღაცების დაგვჭირდება. თუმცა მოდი მაგაზე ოდნავ მერე გეტყვით, სხვა ტექნოლოგიები, აგენტების შესაქმნელად მაგალითად, ან თუნდაც backend development-ზე რო გითხარით, არის Django, ესეთი კიდე ერთი ხელსაწყო, რომელიც Python-ზე ეფუძნება. ხო, დამატებით ესეთი ხელსაწყოების ცოდნაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენს ძირითად სასაუბრო თემაზე. ესე იგი, ჩვენი კურსი იქნება რაზე? ხო, ჩვენ ვისწავლით Python-ის საფუძვლებს, ნულიდან დავიწყებთ, არანაირი წინაპირობა არ იქნება ამ კურსისთვის აუცილებელი. ერთადერთი რაღაცა ინგლისურის ცოდნა, ასე ისეთ დონეზე, რომ დავუშვათ ChatGPT-სთან ურთიერთობა შევძლოთ. ისიც მესამე თვიდან დაგვჭირდება უფრო. კარგი, ახლა მე მიმაჩნია, რომ დღეს AI აგენტების შექმნა
აი AI აგენტების შექმნის შესწავლა არის ძალიან კარგი და დროული ინვესტიცია. ასე ვთქვათ, რაც შეიძლება რომ გავაკეთოთ ჩვენთვის. იმიტომ რომ არის საუკეთესო შესაძლებლობა და რატო? აი ესეთი ტერმინი მაქვს აქ, ადრეული ამთვისებლის უპირატესობა. და ეხლა რას გულისხმობ ამაში? პრინციპში აი ამას, რომ თქვენ შედიხართ ბაზარზე საუკეთესო მომენტში და ეხლა რატომ არის ეს საუკეთესო მომენტი? თვითონ AI აგენტების ბუმი, ვიცით ხო, რომ ძალიან ისეთი ცხელი თემა არის, აქტუალური თემა არის. დღეისათვის აი ინდუსტრიის სტანდარტი. ანუ რაღაცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ხელსაწყო, რასაც იყენებენ, რასაც უკავია ბაზრის ძალიან დიდი წილი, აი LangChain-ი, LangGraph-ი. აი ეს ტექნოლოგიები იქმნება 2023 წელს. მაგრამ აი 2023 წლისთვის ეს ტექნოლოგიები იყო ჯერ კიდე ისეთი ხო, ანუ არ იყო გამართული ბოლომდე, მუდმივად იცვლებოდა და არ იყო სტაბილური. აი რომ გადავიდეთ და უშუალოდ გადავახვიოთ სადღაც უკვე 2026 წელი არის პრინციპში, ხო? რაღა დაგვრჩა 27 იანვარი 2028 წლისთვის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ტექნოლოგიები უკვე ბევრს ექნება ნასწავლი, ბევრი ადამიანი გაევლის bootcamp-ებს, კურსებს და ასე შემდეგ, ბევრი ადამიანი იქნება ამ ტექნოლოგიების სპეციალისტი. ეხლა რა ხდება დღეს, ხო? ანუ ტექნოლოგია უკვე საკმარისად სტაბილურია. აი 2025 წლის ოქტომბერში გამოვიდა 1.0 ვერსია, ანუ ყველაზე სტაბილური ვერსია, რომელიც უკვე არის, ასე ვთქვათ, production ready. ანუ რომელსაც შეგიძლია რომ გააკეთო პროექტები და ეს შექმნილი სერვისი ან პროდუქტი იქნება სტაბილური. და როგორი სიტუაცია არის? ანუ ტექნოლოგია საკმარისად სტაბილურია უკვე რეალურ პროექტებში გამოსაყენებლად, თუმცა ეს ცოდნა ბაზარზე იმდენად იშვიათია, შედარებით, ჯერჯერობით, რომ თითქმის გარანტირებულად, ანუ თუ დაიწყებთ მუშაობას, მაღალი ხელფასი არის თითქმის გარანტირებული, საკმაოდ მაღალი. ანუ სხვანაირად რო შევხედოთ ახლა ამ საკითხს, როცა დასაქმების ბაზარზე, ანუ რატო არის ახლა მართლა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა და კარგი აი შესაძლებლობის ფანჯარა, ასე ვთქვათ, რომ AI აგენტების შექმნა ვისწავლოთ. თითქმის არავის არ შეუძლია თქვას, რომ მაგალითად მე მაქვს 5 წლიანი ან 7 წლიანი გამოცდილება LangGraph ტექნოლოგიის გამოყენების. იმიტომ რომ თვითონ LangGraph 2023 წელს შეიქმნა და დასტაბილურდა 2025 წლის ოქტომბერში. ამიტომ ამას ვერავინ ვერ იტყვის. ანუ თქვენ არ მოგიწევთ, ესე ვთქვათ, კონკურენციის გაწევა დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებთან, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები არის საკმაოდ ახალი. ჯერჯერობით აი რამდენადაც მოვიკვლიე, არც უნივერსიტეტების სილაბუსებში არ გვხდება, არის რა თქმა უნდა, რამდენიმე უნივერსიტეტში, მაგრამ AI აგენტების შექმნაზე არის თქვენ ხო არ გქონიათ რამე დაუშვათ ხო არ გიძებნიათ აი კონკრეტულად AI აგენტების აგენტებზე კურსები და როგორი გამოცდილება გქონიათ რამდენად თუ მოგიძიებიათ უშუალოდ აი ეს კურსები აგენტებზე როგორი სიტუაცია არის თქვენი დაკვირვებით. საკმაოდ ახალი ტექნოლოგია არის და თან ძალიან აქტუალური. ალბათ რა ესეთი ხო, ქართულ ბაზარზე ნაკლებად კი ბატონო. ხო, ანუ ესეთი შესაძლებლობის ფანჯარა, რაც აი დღეს არის, რა ვიცი. მაღალ სავარაუდოა, რომ ალბათ აღარ იქნება. აი დავუშვათ აი როგორც თქვით, რომ აი 2027-დან 2028 წელს ბევრად მეტი ადამიანი იქნება ამ ტექნოლოგიების სპეციალისტი. კარგი. ეხლა მოდი ცოტა შორიდან დავიწყოთ. ეს არის შეკითხვა, რაც ალბათ ესე დამწყებს შეიძლება აინტერესებდეს, საიდან უნდა დავიწყოთ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროგრამული ენა არის, ხო? Python-ი ცხადია, რომ არ არის ერთადერთი, ჩვენი კურსზე Python-ს ვისწავლით. ოღონდ მანამდე რამე კითხვა ხო არ გქონდათ, რაც გინდოდათ, რომ გაგვერჩია ჯერჯერობით, სანამ აი ამ ახალ ნაწილზე გადავიდოდე. კარგი, საიდან დავიწყოთ? მოდი, აი ამ შეკითხვას რო უპასუხოთ, ხო? მე მაქვს 5 კრიტერიუმი,
რის მიხედვითაც შევარჩევდი და პრინციპში შევარჩიე, როცა ვიწყებდი პროგრამირების შესწავლას და დღესაც ამ 5 კრიტერიუმს გამოვიყენებდი 2026 წელს, რომ ვირჩევდე ჩემს პირველ ენას, პირველ პროგრამულ ენას. აი აქ არის ეს 5 კრიტერიუმი. ნუ პირველი, თუ გინდათ ჯერ არ შევხედოთ, მაგრამ უკვე შევხედეთ. თქვენი ვერსიები ან თქვენი არ მგონია რომ დიდად ავწდეთ უშოთ ამ კრიტერიუმების ნაწილში, მაგრამ კაი, მოდი პრინციპში ვნახოთ, ხო? ჩემი აზრით, მოთხოვნა ვაკანსიების რაოდენობა გულისხმობა ამაში არის ალბათ ერთ-ერთი, ხო? ანუ პროგრამულ ენას რომელსაც ვიცავთ, უნდა იყოს მოთხოვნადი. ეს გვინდა პროგრამული ენისგან ალბათ აუცილებლად ალბათ და აუცილებლად ეს წინადადებაში არ გამოდის, მაგრამ ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა ალბათ ეგ არის. ანაზღაურება ესეც მნიშვნელოვანი ამბავი არის. სწავლის სირთულე, იმიტომ რომ ეს არის პირველი ენა და ჩვენ გვინდა რომ პირველი ენა იყოს შედარებით მარტივი, ხო? მეოთხე კრიტერიუმი შეიძლება ცოტა უცნაური იყოს. რამდენად სასიამოვნოა ამ ენაზე კოდის წერა გამოცდილი დეველოპერებისთვის. ხო, ანუ ესეც იმიტომ რომ არის პროგრამული ენები და ვნახავთ ჩვენ გამოკითხვას გამოცდილი დეველოპერების და ვნახავთ დავუშვათ რას პასუხობენ ისინი, რომელ პროგრამულ ენაში ურჩევნიათ უფრო კოდის წერა. აი მაგ სტატისტიკასაც შევხედოთ. და იქნება თუ არა ეს ენა, აი მეხუთე რელევანტური 5-10 წლის შემდეგ. ხო, ანუ იმიტომ რომ დავუშვათ არსებობდა ენები, რომელიც გაჩნდა, მაგრამ მერე დაკარგა პოპულარობა და დღეს ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. ნუ შეიძლება არსებობდეს რაღაცა პროექტები ადრე შექმნილი და რომელიც ჯერ არ გადაწყობილ, ანუ არ ეს პროექტი ეს დავუშვათ კომპანიის რაღაცა სერვისი არ გადაუწყიათ დავუშვათ აი პირობითად Python-ზე და ისევ იმ ძველ ენას იყენებენ. ნუ ცხადია რომ მაინც მნიშვნელოვანია, ანუ მაინც აუცილებელია ვიღაცა, ვინც ეს ენა იცის და ასე იმ ადამიანს შეიძლება არ გაუჭირდეს დავუშვათ მუშაობის დაწყება, იმიტომ რომ ამ ძველ სერვისებს ან პროდუქტებს სჭირდებათ შენარჩუნება, რაღაცა კალკულური ხარვეზების გამოსწორება და ხშირად აი კომპანიები, ვინც დავუშვათ არ გადავიდნენ რაიმე სხვა პროგრამულ ენაზე, მაინც სჭირდებათ ადამიანები, ვინც იცის ის ძველი ენა, რომელიც დღეს შედარებით ნაკლებად პოპულარული არის. მაგრამ ნუ ერთ-ერთი შეკითხვა ალბათ ეგ არის, რომ აი რა დავუშვათ ეხლა რომ ვისწავლი რაღაცას 5 ან 10 წლის შემდეგ რამდენად გამომადგება ეგ, ხო? კარგი, ახლა მოდი რიგრიგობით გავცეთ პასუხები, მოდი ამ შეკითხვებს. პირველი არის მოთხოვნა, ხო, ვაკანსიების რაოდენობა. ეს არის 2025 წლის სტატისტიკა, მაგრამ არ არის უახლესი 2000 სადღაც ალბათ 2025-ის მე-6 ან მე-7 თვის მონაცემები არის დაახლოებით. აი როგორც ხედავთ, Python-ი არის აქ 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით 20,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა 2025 წლისთვის. აქ გვაქვს SQL-ი, რომ არ არის მთლად პროგრამული ენა, Java, JavaScript-ი, TypeScript-თან ერთად, დავუშვათ Ruby, PHP, C#, Rust, C++ და სხვები. აქ არის Python-ის პოზიცია. ხო, როგორც თქვით, 20,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი ვიდრე წინა წელს. ეხლა რაც შეეხება, ხო, ანუ ჩვენი მეორე შეკითხვა იყო აი ანაზღაურების ამბავი, მაგასაც რომ შევხედოთ, აქ არ გვაქვს Python-ი ჩვენ პირველ პოზიციაზე. გვაქვს Ruby, C++, JavaScript, TypeScript და ნუ აი აქ არის Python-ი. დაახლოებით წელიწადში $100,000. ხო. ეხლა Ruby არის პირველ ადგილზე, მაგრამ ნუ ერთი ამბავი არის, დავუშვათ, მაღალი ანაზღაურება, მაგრამ ნუ აი მაგალითად Ruby-ის შემთხვევაში ყველაზე მაღალი ანაზღაურებადი არის ამ სტატისტიკის მიხედვით, მაგრამ სამაგეროდ აი პოპულარობის ამბავში და ვაკანსიების რაოდენობა არ გვაქვს იმდენად დიდი, ხო? კარგი, ეხლა ჩვენი მესამე კრიტერიუმზე რომ დავბრუნდეთ, იყო სწავლის სირთულე. ხო, ჩვენ გვინდა რომ პირველი ენა იყოს შედარებით მარტივი. ხო, ანუ ერთდროულად პრინციპში მარტივი და თან ძლევამოსილი ძალიან ბევრ რაღაცაში გამოსადეგი, ხო?
ეხლა აქ ამას რო უცებ უპასუხოთ, ნახეთ როგორი რაღაც არის, შეგვიძლია გავარჩიოთ ენები, პროგრამული ენები. დავუშვათ არსებობს დაბალი დონის ენები და მაღალი დონის ენები. ოღონდ ამ დონეებში არ იგულისხმება რაღაცა უკეთესი ან უარესი. აი მაგალითად C ან C++ დაბალი დონის ენები არის, მაღალი დონის ენებში გვაქვს Python, JavaScript, Java და სხვები. ეხლა მარტივად რო განვასხვაოთ ესენი ერთმანეთისგან და რატო ჯობია, შედარებით, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში მაღალი დონის ენით პროგრამირების დაწყება, ხო? იმიტომ რომ აი მაგალითად Python-ის შემთხვევაში თქვენ არ გიწევთ ძალიან ბევრი და დეტალური ინსტრუქციის მიცემა კომპიუტერისთვის. ზოგადად კოდი რა არის, ხო? კოდი არის ის ენა, რომელიც კომპიუტერს ესმის. იდეაში კომპიუტერს ესმის ნულების და ერთების ენა, მაგრამ ნულების და ერთების ენაზე კოდს დღეს არავინ არ წერს. გვჭირდება რაღაცა, აი მაგალითად Python-ი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ბევრად უფრო მარტივად გქონდეს კომუნიკაცია ჩვენს კომპიუტერთან, რომ მას რაღაცები გავაკეთებინოთ. Python-ის შემთხვევაში ჩვენ ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობრივადაც კოდის წერა გვიწევს. აი დაბალი დონის ენების შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი დეტალის გათვალისწინება არის საჭირო. ხო, იქ მაგალითად რაღაცა პროცესორთან ურთიერთობების ამბავი და garbage collection-ი და სხვა ძალიან ბევრი რაღაცის მენეჯმენტი გიწევთ, რომელსაც Python-ი ავტომატურად თვითონ აკეთებს და ჩვენ არ გვაქვს ეს თავის ტკივილი. აი რაღაც ესეთი მარტივი შედარება რო გავაკეთოთ, აი წარმოვიდგინეთ ეს არის ბრძანება. რაც გვინდა რომ შესრულდეს, ხო? გამოაცხო მაწვის ტორტი. აი დაბალი დონის ენების შემთხვევაში, როგორც გითხარით, ჩვენ ბევრი და დეტალური ინსტრუქციების მიწება გვიწევს. ხო, პირობითად რაღაც წადი მაღაზიაში, იყიდე კვერცხი, 200 გრამი ეს უნდა იყოს, გატეხე, ანუ რა, ესქენი, ხო? მაღალი დონის ენების შემთხვევაში, მთლად ამდენი ინსტრუქცია არ არის საჭირო. შეიძლება ეს ცოტა გამარტივება არის კიდე საკითხის, მთლად ეს ერთ ხაზში ვერ ჩავატევთ, მაგრამ კონტრასტი ნამდვილად არსებობს. დავუშვათ Python-ის შემთხვევაში, თან Python-ის ენა ძალიან გავს ბუნებრივ ენას, ინგლისურ ენას და ბევრად უფრო მარტივი არის Python-ზე კოდის წერა, ხო? ბევრი და ესე დეტალური ინსტრუქციების მიცემა არ გვიწევს, შედარებით ნაკლებად გვიწევს. კარგი, ეს კმაყოფ ხო, მეოთხე ამბავი იყო, რამდენად აი ეს კრიტერიუმი, ხო, რამდენად სასიამოვნოა ამ ენაზე კოდის წერა, თვითონ გამოცდილი დეველოპერებისთვის. და მოდი უცებ შევხედოთ ამ სტატისტიკასაც. აი ეს არის Python-ი. ხო, ეხლა აქ რა ხდება? ამ რიცხვებს ხედავთ თუ ძალიან პატარა ხომ არ არის? აბა მითხარით. ხო, ეს არის Python-ი, შემოკლებულად გვიწერია აქ. ლურჯი წერტილი მოდი ეცუთი მეც აღარ მახსოვს. წითელი არის არა, ხო წითელი წერტილი გვეუბნება რამდენად მოსწონთ და ლურჯი წერტილი ასახავს რამდენად ისურვებდნენ თუ არა, ანუ შეიძლება სხვა ენაზე უწევთ კოდის წერა, სხვა ენით მუშაობენ და ისურვებდნენ თუ არა, რომ დავუშვათ კოდი ეწერათ Python-ში. ხო? აი აქაც აი Python-ის შედეგები გვაქვს ესეთი, ანუ 67% ამბობს, რომ ძალიან მოსწონს, აი admired, როგორ შევთარგმნოთ ზუსტად, ანუ ძალიან კმაყოფილი არის, ხო? რო გაქვთ რაიმე კარგი თარგმანი? მითხარით. კმაყოფილების მას გამოხატავს, ხო? და 52%-ისთვის დაახლოებით არის სასურველი, რომ ამ ენაზე წერდეს კოდს. აქ არის JavaScript-ი, აი დავუშვათ HTML, CSS-ი, აი Rust-ზე გვაქვს აი 82% მოსწონს ამ ენაზე კოდის წერა. სასურველობა არის აი ასეთი. და ასე შემდეგ. ეს არის სტატისტიკა, რაც გვაქვს. კარგი. ეხლა და ჩვენი ბოლო კრიტერიუმი იყო რამდენად გაუძლებს ეს პროგრამული ენა დროის ტესტს. ხო არ გაქრება აი 5 წლის მერე რაღაცა როგორი ბედიელის მაგალითად, ხო? აი ამაზე რა შეგვიძლია ვთქვათ.
ეხლა Python-ი არის ძალიან ფართოდ გამოყენებადი ძალიან ბევრ ინდუსტრიაში. აი მაგალითად web development-ში გამოიყენება Python-ი, მონაცემთა მეცნიერებაში, მონაცემთა ანალიტიკაში, კიბერუსაფრთხოება, ეთიკური ჰაკინგი და რა თქმა უნდა, სპეციალური მოწვევით ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება. აი აქ Python-ი არის უდავოდ დომინანტური ენა ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების სფეროში. კიდევ Python-ით ბევრი რამე შეიძლება, მაგალითად ავტომატიზაციაში არის ძალიან კარგი. შეგიძლიათ მათ შორის თამაშიც შექმნათ Python-ით, აი 2D თამაშები. სხვა შორის თამაშსაც გავაკეთებთ ჩვენს კურსზე. ეხლა ჩვენ რას ვისწავლით უშუალოდ ამ კურსზე? ცხადია დავიწყოთ Python-ის საფუძვლებით. შემდეგ ვნახავთ Python-ის გამოყენებას, აი web development-ში, რომ რაღაც მეტი პრაქტიკა მივიღოს და Python-ით რაღაც პროექტები ვაკეთოთ. გავაკეთოთ ბევრ რაღაცას რა, მაგალითად chatbot-ებს, web აპლიკაციებს, ასევე desktop აპლიკაციებს. თამაშსაც გავაკეთებთ და კიდე სხვა რაღაცებს. შემდეგ მონაცემებთან მუშაობას ვისწავლით, იმიტომ რომ ეს გამოგვადგება ჩვენი ამ საბოლოო მიზნისთვის, რაც არის რომ შევქმნათ AI აგენტები. ხო, მაგალითად chatbot-ები, აი დამგეგმავი, ესე ვთარგმნე, აი პლენერი რომ არის, ხო, ანუ რაღაცას რომ გეგმავს და უშუალოდ ჩვენთვის აი პირობითად, რა ვიცი, მოგზაურობას სადღაც და აი აქ ვაპირებ მოგზაურობას და დამიგეგმე სანახაობები ან მარშრუტები და ასე შემდეგ. ხო, ესეთი აგენტი და უშუალოდ ან დეველოპერი, რომელიც ქმნის რაღაცა software-ს, ან შეიძლება იყოს აგენტი, რომელიც რაიმე ხელსაწყოს მართავს, ანუ რაიმე ხელსაწყოს კარგი გამომყენებელი არის, ხო? აგენტებზე კიდე კარგად გეტყვით რა არის და რას ვუწოდებთ საერთოდ აგენტებს, მოდი მაგასაც შევეხოთ. ხო, ეხლა კურსაც შეეხება ჩვენს კურსს. ჩვენ ამ კურსზე შევასრულებთ 20-ზე მეტ პროექტს. ასევე Harvard-ის სერტიფიკატს აიღებთ. ჩვენ შევასრულებთ ყველა დავალებას, რაც Harvard-ის სერტიფიკატის ასაღებად არის საჭირო ერთად და შემდეგ დაგეხმარებით იმაში, რომ როგორ უნდა გააგზავნოთ ეს დავალებები Harvard-ში და იმ დღესვე, როცა გააგზავნის დავალებებს და ფინალურ პროექტს, იმ დღესვე დაგენერირდება თქვენთვის ეს სერტიფიკატი. და ცხადია, რომ აიღებთ ასევე ჩვენი სასწავლო ცენტრის ორენოვან სერტიფიკატსაც. ანუ Scale-up-ის სერტიფიკატსაც აიღებთ. ეს არის უბრალოდ Python-ის კოდი. ხო, გეცნობათ, ხო, რამე ერთი ტუტორიალი მაინც თუ გინახავთ Python-ზე, ალბათ ეს შეგხვდებოდათ, ხო, ერთ-ერთი პირველი. print hello world, ხო? ეს არის ერთგვარი ტრადიცია პროგრამირების სფეროში. როცა პირველ ნაბიჯებს გქონთ, აი ამ კოდით უნდა დავიწყოთ კოდის წერა და შემდეგ ვიქნებით წარმატებულები. ესეთი პატარა ტრადიცია არსებობს. კარგი. ეხლა მოდი აი აგენტებზეც რო ვთქვათ, მაგრამ მანამდე მოდი აი სანამ ეხლა აგენტებზე გადავალ, თუ რამე კითხვა გაქვთ, შეჯერობით რაც ველაპარაკეთ იმასთან დაკავშირებით. თუ გინდათ ჩატში დაწერეთ, თუ გინდათ მიკროფონი გამოიყენეთ. არის რამე, რაც გინდათ რომ გეთქვათ. კარგი. მოდი ახლა ვთქვათ, რა არის AI აგენტი. ოღონდ სანამ ამ სლაიდს ცოტა ბევრი ტექსტი წერია და მოდი ჯერჯერობით არ წაიკითხოთ. მე გეტყვით. ნახეთ, ჩვენ ვიცით ეს დიდი ენობრივი მოდელები, ხო? ანუ აი ChatGPT, Gemini, Claude და სხვები. და რა შეუძლიათ ამ ენობრივ მოდელებს, მათ შეუძლიათ რაღაცების ტექსტის გენერირება, ხო? ან მაგალითად ასევე კოდის გენერირებაც. მაგრამ აი აქ აი ამითი სრულდება მათი შესაძლებლობები. AI აგენტი არის, ნახეთ როგორი რაღაცა. AI აგენტი წარმოიდგინეთ, რომ თავის
ტვინად იყენებს აი ამ ენობრივ მოდელებს, მაგრამ ასევე AI აგენტს შეუძლია მოქმედებაც. ანუ მარტო დავუშვათ ტექსტის გენერირება კი არა, არამედ კონკრეტული ქმედებების განხორციელება. აი დავუშვათ ესეთი აგენტი, ხო? ანუ აგენტი, რომელსაც შეუძლია რაღაც შემომავალი მეილების დახარისხება, მეილის ტექსტის გენერირება და ასევე ამ მეილის გაგზავნა კონკრეტულ ადრესატთან. აი მაგალითად ChatGPT-თ ამას ვერ გავაკეთებთ, ხო? ChatGPT-ს ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ აი რაღაც ესეთი მეილი მაქვს გასაგზავნი და თუ შეიძლება რომ ტექსტი მომცე. მაგრამ მერე ჩვენ თვითონ უნდა ავდგეთ და ეს ტექსტი დავაკოპიროთ, გავხსნათ მეილი და დავაწვეთ გაგზავნის ღილაკს, ხო? AI აგენტს შეუძლია მთელი აი ამ პროცესების ავტომატიზაცია, ხო? შეუძლია თვითონ გააკეთოს ის. ანუ აი ესეთი რაღაც არის AI აგენტი. თავის ტვინად იყენებს ისევ აი ამ ენობრივ მოდელებს, დავუშვათ ChatGPT-ს, მაგრამ ამავდროულად ასე წარმოვიდგინეთ, რომ გააჩნია სხეული და ხელები იმისთვის, რომ რაღაცები გააკეთოს. გარკვეული მოქმედებებიც შეძლოს, რაც არ შეუძლია დავუშვათ ChatGPT-ს. დაახლოებით გასაგები იყო. აი ესეთი მოდი ეს ტექსტი ვნახოთ, ანუ ChatGPT-ს მსგავს დიდი ენობრივი მოდელები, მსჯელობის უაღრესად ძლავრი ძრავებია, მაგრამ აი წარმოვიდგინეთ ის როგორც გენიალური პროფესორი რაღაცა ოთახში. მათ შეუძლიათ კითხვებზე პასუხი, მაგრამ არ აქვთ აი როგორც ვთქვით, არ აქვთ ასე ვთქვათ ხელები სამოქმედოდ და არც გრძელვადიანი მეხსიერება იმის შესახებ, თუ ვის ესაუბრებიან. ხო, რაღაც მოაზროვნეები არიან, მაგრამ უმოქმედონი, ხო? კარგი, ხო, ჯერჯერობით, ნუ აქ კიდე რაღაც მაგალითები გვაქვს აგენტის, აი მაგალითად კვლევითი აგენტი. მოდი ეს ტექსტები ეხლა არ წავიკითხოთ. ნუ როგორი რამე შეუძლია, ხო, ინფორმაციის მოძიება, შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და აი ამ ფიქრის პროცესს აკეთებს ზუსტად ისევ იმ დავუშვათ ChatGPT-ს გამოყენებით. ხო, აი გადაწყვეტილებებს იღებს, აი როგორც თქვით, ტვინად იყენებს, ხო, დიდ ენობრივ მოდელებს. შეიძლება ChatGPT იყოს, ან Gemini, ან Claude, ან სხვა რაღაცა კიდე სხვა. შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, ხო, არის ეს ინფორმაცია საკმარისი პირობითად, ხო, ესეთი შექმნა დავუსვას თავის თავს და შეიძლება ახასიათებდეს ციკლურობა. რომ თუ არ არის საკმარისი, მაშინ მოდი კიდე მოვუწებნოთ. ხო, აი ესეთი გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს. კარგი. ეხლა LangChain არის ერთ-ერთი ტექნოლოგია. გვაქვს კიდე LangGraph-ი. და LangChain არის ტექნოლოგია, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ეს ტვინი დავუშვათ ChatGPT რეალურ სამყაროს დაუკავშიროს. ანუ აი შესძინოს ის სხეული და ხელები იმისთვის, რომ მან მე რაღაცები გააკეთოს. ხო, აი მაგალითად შევიდეს Google კალენდარში, ჩაგვინიშნოს შეხვედრა ვიღაცას, დავუშვათ მომხმარებელთან, მომხმარებელმა დავუშვათ მისწერა კომპანიას, რომ შეხვედრა უნდა და შემდეგ ჩვენმა AI აგენტმა თან პასუხი გასცეს, ანუ შეიძლება chatbot-იც იყოს. და ასევე შევიდეს Google კალენდარში პირობითად და იქ ჩაგვინიშნოს შეხვედრა კონკრეტულ მომხმარებელთან, ხო? და რა ვიცი, მოგზაუროს მეილიც. რატომაც არა. კარგი. ეხლა LangChain-ით შეგვიძლია მოდი განსხვავება რომ დავიჭიროთ ჩვენ LangGraph-სა და LangChain-ს შორის. LangChain-ი უფრო კარგი არის, როდესაც კარგად გაწერილი ნაბიჯები გვაქვს, ხო, რომ აი ჯერ ერთი რაღაცა უნდა გააკეთო, მერე მეორე რამე, მერე მესამე და არის ერთგვარი ხაზოვანი ჯაჭვი. აი დომინოს ქვების წაქცევების გასვათ ერთი ნაბიჯი იწვევს მომდევნოს. აი ესეთი პრინციპი რა. დომინოს პრინციპით, ანუ როცა ჯერ ერთი ნაბიჯი უნდა გააკეთოს აგენტმა, მერე მეორე, მერე მესამე ასე შემდეგ. აი ხა LangGraph-ს რო გეტყვით, უფრო კარგად დაიჭერთ ამ განსხვავებას. აი LangGraph-ის შემთხვევაში უკვე ჩვენ გვაქვს აი ციკლურობა. ანუ ნახეთ LangGraph-ის ტექნოლოგიით როცა გავაკეთებთ, ჩვენ უკვე ნახეთ როგორი შესაძლებლობა გვეძლევა AI აგენტს შეუძლია დავუშვათ კითხოს საკუთარ თავს, რომ სწორად უპასუხე და თუ დავუშვათ ფიქრობს რომ არა,
მაშინ მოდი რაღაცა თავიდან მოვძებნო, ну გაშნია როგორ აგენტზე გვაქვს ხო საუბარი, მოდი თავიდან მოვძებნოთ და შემდეგ ისევ იმეორებს ამ ძებნას. ანუ ნახეთ, LangGraph შეუძლია რომ უკანა საფეხურზე დაბრუნდეს. აი LangChain-ის შემთხვევაში სწორხაზოვანი ჯაჭვი გვაქვს, ერთი პროცესი, მეორე, მესამე, მეოთხე. და აი LangGraph გვაძლევს საშუალებას, რომ დავუშვათ პირველი საფეხურიდან გადავდეს მეორეზე, მაგრამ მეორედან დავუშვათ ისევ პირველზე. ხო? შემდეგ რაღაცა კიდე სხვაგან წავიდეს. აი ამ კომპლექსური აგენტების შექმნის საშუალებას გვაძლევს ეს ტექნოლოგია. კარგი. ну AI აგენტი ხა ასე თუ ისე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა, ხო, რა არის, როგორ არის. გვაქვს კიდე ხა აქ არა, მაქვს სლაიდებში. LangSmith-ი. LangSmith-ი არის უბრალოდ სამონიტორინგე სისტემა, რითაც შეგიძლიათ აწარმოოთ დიაგნოსტიკა და მონიტორინგი თქვენი AI აგენტების. პროდუში. ხო, მომავალი როგორ წარმოგვიდგენია და უშუალოდ მაგაზეც რო თქვათ, ეს არის მრავალაგენტიანი სისტემები. სადაც გვაქვს რამდენიმე სხვა აგენტი, ხო დავუშვათ აგენტი A, რომელიც არის პირობითად კვლევარი, მისი მოვალეობა არის ფაქტების პოვნა. მერე შეიძლება კონდეს რაღაც კიდე სხვა აგენტი, რომელიც არის დავუშვათ წერალი. ანუ რაღაცა ერთ საქმეს აკეთებენ, მაგრამ აი რამდენიმე სხვადასხვა აგენტი არის. და კიდე აგენტი C გვაქვს, რომელიც რედაქტორი არის და ამოწმებს დავუშვათ რაღაცა ტექსტის, ტონს, ან სიზუსტეს და ასე შემდეგ. აი LangGraph-ი აი ამ სპეციალიზებულ მუშაკებს შორის დიალოგს მართავს. ანუ LangGraph-ი აკონტროლებს მათ ჰარმონიულ მუშაობას. ხო, აი ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს ამას. კარგი. მოდი ჯერჯერობით აქ გავჩერდეთ და აი თქვენს შეგითხვებს უპასუხებ. ან რა, ვიცი, თქვენი საბეჭდილებები, შეკითხვები რაც გაქვთ, შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ ჩვენც. ესე იგი ბოლოს ახლა რაც ჩამოთვალეთ, ყველაფერს შევისწავლით, ანუ აგენტებთან დაკავშირებით. კი. LangChain-ი, LangGraph-ი, მაგებს ვისწავლით კი. ну დავიდან დავიწყებთ სადია Python-ით. ხო, ეს ყველაფერი შეიძლება რაღაცა ძალიან შეიძლება კომპლექსურად გამოიყურებოდეს, მაგრამ არ არის ეგრე. აი Python-ზეც როგორც გითხარით, რა ვიცი, დამწყებებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ძლევამოსილი და ძალიან ფართო გამოყენების მქონე ენა. ამიტომ, რა ვიცი, მაგ მხრივ დიდად არ შეგეშინდეთ. მეც ყველანაირად, რა ვიცი, გვერდში დაგითქებით, ყველაფერში დაგეხმარებით. გარდა ონლაინ შეხვედრებისა, კვირაში ერთხელ ასევე შეგიძლიათ რომ დამატებითი შეხვედრა ჩამინიშნოთ, აი თუ რაღაცას ვერ გაიგებთ, შეგვიძლია რომ ერთ-ერთზე ონლაინ შეხვედრაზე გავარჩიოთ ის საკითხი ბოლომდე. და ну ისედაც შეგიძლიათ რომ მომწეროთ ნებისმიერ დროს, რა ვიცი, რაღაცა შეკითხვა ნებისმიერ, რა ვიცი, თქვენად Facebook-ზე, mail-ზე, სადაც გნებავთ. ერთი შეკითხვა მაქვს კიდე ეს, რადგან ახლა მაინც შედარებით ახალი არის ეს AI აგენტები, ну ქართულ ბაზარზე მით უმეტეს. აი კომპანიების მხრიდან ალბათ არის ხო მოთხოვნადი, რომ შეიძლებათ ესეთი ადამიანები, ვინც რაღაცებს დაუგეგმოს ამ მიმართულებით. მაგრამ თან მაგასაც ვფიქრობ, აი რამდენად გაგვიჭირდება ახლა სამსახურის პოვნა პირობითად რაღაც პროექტების, როცა არ გვაქვს გამოცდილება, იმიტომ რომ ყველას უნდა გამოცდილი ადამიანი. ხო, მაგაზე ერთი სლაიდი მქონდა, აი სადაც მაგ საკითხს შევეხე, ანუ ვინაიდან ახალი არის, აი მაგიტო ვფიქრობ მე რომ ეხლა არის ზუსტად და არა მარტო მე, ეხლა არის კარგი შანსი. სანამ არსებობენ აი ის გამოცდილი ხალხი. ვისთან კონკურენციაში შესვლაც რთული არის, ხო? აი ვიღაცას რომ აი 5 წლიანი გამოცდილება აქვს AI აგენტების შექმნის, ხო? ანუ მაგასთან არ გიწევთ ეხლა დღეს კონკურენციის გაწევა, იმიტომ რომ თვითონ ეს ტექნოლოგია არის ძალიან ახალი. ხო, ამიტომ რაღაცა შედარებით ისეთი თანასწორი სიტუაცია არის ეხლა, რაც შეიძლება არ იყოს დავუშვათ. რამდენიმე წელიწადში, ხო? როცა სხვებიც
შეისწავლიან ამას? ჩვენივე შექმნილი პროექტებით შეიძლება ჩვენს გამოცდილებაში რა თქმა უნდა ჩაითვალოს, ხო? ესეც დიდი პლუსი იქნება, რადგან ბევრ პროექტებს განვახორციელებთ. კი ბატონო. ნამდვილად, თქვენც დამატებითაც შეგიძლიათ კიდე სხვა პროექტები გააკეთოთ. ბევრმა რამემ შეიძლება დაგაინტერესოთ და შეიძლება საერთოდ იფიქროთ აი თქვენი ცხოვრებისთვის როგორი აგენტის შექმნას ისურვებდით. აი თუ რაღაცა თუნდაც შეიძლება ამჟამინდელ სამსახურში გაქვთ რაღაც გარკვეული რუტინული საქმე გასაკეთებელი. რომელიც თავისუფლად შეიძლება რომ დაავალო AI აგენტს და იმან გაგიკეთოთ ის ყოველდღიურად. ხო, შეიძლება მაგაზეც იფიქროთ, აი რაღაც ფინალური პროექტი, არ არის ფინალური პროექტი აუცილებელი რომ მაინც AI აგენტებზე იყოს, შეიძლება Python-ში გააკეთოთ ეს ფინალური პროექტი დაუშვათ და მაგამ ხრივ არ არის რამე შეზღუდვა რომ მაინც და მაინც AI აგენტი უნდა იყოს ფინალურ პროექტში. მაგრამ ხო, შეიძლება მაგაზეც იფიქროთ, რომ აი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ავტომატიზაცია გააკეთოთ, აი რაღაცა კონკრეტული საქმის. კიდე ერთი ცოტა ისეთი შეკითხვა მაქვს, ხა არ ვიცი რამდენად კი არა შედავსო, მაგრამ აი მართლა მაინტერესებს ახლა ამ ხელგამოცდილება გაქვთ თქვენ რეალურად და რამდენად გაწვირთული არის ამ კუთხით თქვენი სამუშაო პროცესი, ესე რომ ვთქვათ, ყოველდღიურობა. ხა რადგან კურსის გაკეთება გადაწყვიტეთ, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ის გაქვთ რა ბექგრაუნდი ამ იმართულობით და ხო, ცადია, ყოველდღიურად ვარ ჩართული ამ რუტინაში, მაგრამ კურსი აი ზუსტად იმიტომ რომ დავშოთ ონლაინ კურსი არის და ასე შემდეგ ეს იძლევა იმ საშუალებას რომ რაღაცა დავშოთ დრო გამოინახოს დავშოთ კურსის ჩასატარებლად. ზოგადად სწავლება ყოველთვის იყო ჩემთვის ერთ-ერთი რა ვიცი ჰობი ან ძალიან მიყვარს ეს პროცესი, როცა რაღაცას ვასწავლე, არ ვიცი რამდენად ახლა ამ პრეზენტაციის მე რედაქციად ექსავერსტილება, მაგრამ ძალიან მომწონს ეს პროცესი. ზოგადად სწავლების. ეს ბევრი რაღაც გეგმა მაქვს კიდე და YouTube არხის განვითარება და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა მინდა გავაკეთო ზუსტად ამ სასწავლო მიმართულებით. ძალიან კარგი. კარგი, კიდევ რაიმე? აღარა გვაქვს შეკითხვები? მე დანარჩენ შეკითხვებს უკვე ორშაბათიდან დავსვამ ინტენსიურად. კი ბატონო. კარგი. დავასრულოთ მაშინ დღევანდელი შეხვედრა. მადლობა ყურადღებისთვის. კურსზე გვყავს ახლა დაახლოებით 12 ადამიანი. ანუ რაღაცა ისეთი შეკითხვის დასმის საშუალება ნამდვილად გექნებათ. და ან როგორც გითხარით, ისედაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ ბავშვად მომწეროთ. ერთი დღის ვადაში აუცილებლად გიპასუხებთ. კარგი. თუ არ არის რადგან 12 ვიქნებით, აი მაგაზე ვიკითხავ. პრინციპში კი გვექნება, როგორც გითხარი, გვექნება შესაძლებლობა რომ რაღაცები გკითხოთ თუ ანუ ხო შეიძლება იყოს ისე რომ აი რაღაც გავიჭედოთ დავალების შესრულებისას ან ისე არ წავიდეს დაუშვათ როგორც წარმოგვიდგენია ხო რომ აი პირველი ვაჭარსა შეიძლება რაღაც დავალება ნაკლად შევასრულოთ. ამაზე არ იქნება პრობლემა ხო რომ დახმარება შეიძლება დაგჭირდეს მით უმეტეს განწყობებს. არა, რა თქმა უნდა. არანაირი პრობლემა არ იქნება მაგაზე. აგერ ChatGPT შეგიძლიათ გამოიყენოთ. ცადია დაგეხმარებით მეც და როგორც გითხარით, კვირაში ერთხელ დამატებითი შეხვედრაც შეგიძლიათ რომ ჩანიშნოთ. ანუ საჭიროების მიხედვით, აი თუ ჩათვლით რომ აი რაღაცა საკითხი გაუგებარი იყო, შეგიძლიათ მითხრათ და შევხვდეთ, გავიაროთ, კარგად გავარჩიოთ ის საკითხი. დავალებაში თვითონ შეხვედრებს ჩანაწერი გვექნება ხელმისაწვდომით. ყველა შეხვედრა ჩაიწერება კი. კარგი. დაგემშვიდობებით მაშინ დღეს. დიდი მადლობა დროისთვის და ენერგიისთვის. შეხვედრამდე.
კი ბატონო. შეხვედრამდე ორ შაბათს შევხვდებით მოკლედ საღამოს 8 საათზე. ორ შაბათს და 4 შაბათს. კარგი დროებით. კარგი. მოგებით.